მოკლედ, სტრესი იმისთვის არსებობს, რომ გიბიძგოს, რომ იმოქმედო. ანუ, თუ სტრესის გამომწვევი არის რეალური საფრთხე, ან რეალური შესაძლებლობა, სტრესი რო აიწევს ორგანიზმში და ყველაფერი, რაც მასთან ერთად აიწევს, ფაქტიურად მობილიზებას გამოაცხადებს შენი შინაგანი არმიის, რომ აი ამ მტერს შეებრძოლოს, როგორც იმუნიტეტი მაგალითად, ან მეგობარს დაეხმაროს, ასე ვთქვათ, თუ მოკავშირეები ვართ. ანუ სასარგებლო სტრესი მიმართულია დღევანდელობაზე და რეალურ მოვლენებზე. ანუ გამომეკიდა ძაღლი, დავისტრესე, ძალიანაც კარგი, დასტრესილ მდგომარეობაში უფრო ჩქარა დავრბივარ და ღობეებს ვახტებით. ჩემი შვილი მართლა ავად არის და დავისტრესე, ღამეს გაათევისე, რომ ვერ შეამჩნევ და იქნები ძალიან მობილიზებული, ხო? უფროსმა უარყოფითი უკავშირი მომცა დასაბუთებული და რეალისტური, დავისტრესე ძალიანაც კარგი. ეხლა ბევრს ვიშრომებ, რომ გამოვასწორო ეს სიტუაცია და ასე შემდეგ. ანუ ჩვენ ვამბობთ, რომ სასარგებლო სტრესი, რომ შევამოწმოთ, გამოწვეულია რეალური მოვლენებისგან და არა გამოგონილი და მოჩვენებითი მოვლენებისგან და მიმართულია აი ამ გარემოებების შეცვლისკენ რა. ანუ დაახლოებით ესეთი ლოგიკაა, ძაღლი რომ გამომეკიდა, იმიტომ დავისტრესე, იმისთვის დავისტრესე, რომ უფრო სწრაფად მერბინა და ღობეს გადავხტომოდი, რამაც გამოიწვია, რომ ესე იგი რეალური საფრთხე გაუვნებელო. ან ცუდი ნიშანი მივიღე შუალედურ გამოცდაზე, რამაც დავისტრესე და ამან გამოიწვია ის, რომ მეტი ყურადღება მივაქციე მაგ საგანს, უკეთ ვისწავლე და საბოლოო გამოცდაზე უკეთესი ნიშანი მივიღე, ხო? ანუ სტრესი საჭიროა, ეგ დონე რო არ ქონდეს სტრესის საერთოდ ფუნქციონირებას დაკარგავ და რა ვიცი, რაც არ გაინტერესებს და არ გედარდება და არ გსტრესავს, აი ახლა შენ რო ვიღაცამ გითხრას, რომ არ გწოდნია შენ ისა, რა ქვია, ესპანური ენა, შენ შემთხვევაში რა შეიძლება იცი ესპანური ენა, რა ვიცი, მე რომ მითხრას, რომ ესპანური ენა არ მწოდნია, ეს ხო ფიდბექია. ეს არ გამოიწვევს ჩემში სტრესს რა და შესაბამისად ესპანურის სწავლასაც არ გამოიწვევს. ეგ არის კარგი მაგალითი, არ მჭირდება ეგ სტრესი, არც იმ სტრესის შედეგები მჭირდება, ხო? სადაც მართლა მჭირდება ჩემი საქმისთვის, ოჯახისთვის, რეალობისთვის, ჯანმრთელობისთვის, მოკლედ სტრესი არის მამოძრავებელი ძალა, ესე ვთქვათ, რომ ეს არის ორგანიზმის მეთოდი, რომ გითხრას, რომ ეჰეი, ნინო, აბა ცოტა ყურადღებით და სერიოზულად მოეკიდე, თუ შეიძლება ამ საკითხს. ეხლა წავიდეთ ტოქსიკური და არაადეკვატური სტრესისკენ, რომ თუ ისეთ რამეზე ნერვიულობ, რაც არ არსებობს. დავიწყოთ ამითი და ეს მარტვენის გამონათქვამი ზუსტად მაგასთან არის კავშირში, რომ მე ვნერვიულობ, რომ აი დარწმუნებული ვარ, რომ ეკონომიკური კრიზისი იქნება, აქციები გაუფასურდება, რაღაცა საზღვრებზე იქნება, ისე პრობლემები, არ ვიცი მე ეს იქნება თუ არ იქნება დანამდვილებით, მაგრამ უკვე ვნერვიულობ. და სტრესმა მართლა არის თუ ვითომ არ იცის, აიწია იმან და ღვიძლს უთხრა, რომ გადავედით ახლა საომარ რეჟიმში. ასვეომებით, არ ვიცი დაზუსტებით, მაგრამ მოკლედ საომარ რეჟიმში უნდა ვიყოთ. თუ ეს საფრთხე არის ჰიპოთეტური, ის გაივლის, როგორ უნდა გაიაროს, შენ გამოიგონე და რა გაივლის, ხო? ისევ იქნება ბევრი ადამიანი, რომელიც დღეს გამოიგონებს ერთ საფრთხეს, ხვალ მეორე ვირტუალური საფრთხე ჩაანაცვლებს და იმაზე დაიწყებს დარც, აი თითქოს ანერვიულო გამოელიაო, ესე რომ ვთქვათ რა. და ეგ არის უსარგებლო სტრესი, იმიტომ რომ რა მოქმედება უნდა დაგაწყებინოს, რაც არ არის. ხო, კონკრეტულ მოქმედებას ვერ აკეთებ, გარდა იმისა, რომ უბრალოდ ზიხარ დასტრესილი, დაძაბული, ფუნქციონირება შენი შეზღუდულია ბევრი სხვა თვალსაზრისით და გრძელვადიანი ზიანი ნერვულ სისტემაზე, გრძელვადიანი ზიანი ურთიერთობებზე, გრძელვადიანი ზიანი ფიზიოლოგიურ სავსებით რეალურია. ანუ შენ რამდენჯერაც გეფიქრა, რომ ბავშვი ავად გახდებოდა, იმდენჯერ დაგაწყდა ნერვები და არა ბავშვი რამდენჯერაც მართლა გახდა ავად, ხო? შენ რამდენჯერაც გეფიქრა, რომ უფროსმა ცუდი თვალით გამომხედა, იმდენჯერ ხარ დაზიანებული და არა რამდენჯერაც მართლა ცუდი თვალით გამოგხედა, ხო? ამიტომ ჩვენ უნდა ვთქვათ, რომ ჩვენ უნდა გქონდეს აი რეფლექსია და სხვა ხალხის ჩართვა მაგიტო არის სასარგებლო, რომ მომეჩვენა თუ მართლა არის ეს პრობლემა, თუ გეტყვია, რომ კი მართლა არის ეს პრობლემა, ესე იგი ეს არ ყოფილა ფუჭი სტრესი, ხო? ეხლა სტრესის დონე თუ განგრძობითად არის
ძალიან მაღალი, ეს რაღაცას გაგიფუჭებს რა. შეიძლება სასარგებლო სტრესი გაქვს, მაგრამ ძალიან მაღალი. აი მაგალითად, ესე იგი მე შემიძლია გაგიზიარო ესეთი ჩემი გამოცდილება, რომ კოუჩინგს ვსწავლობდი 2015-ში, გავიარე ეს კურსი და დავალება მქონდა ჩვეულებრივი სერტიფიკატის ასაღებად, დავალება უნდა შეგვესრულებინა, უნდა ჩაგვეტარებინა კოუჩინგი რამდენიმე ადამიანისთვის. მე უფრო პროფესიულ თემებზე ტრენერი მაშინაც ვიყავი, უფრო პროფესიულ თემებზე დავაპირე, ეს ჩემი დამკვეთებით ბრჭყალებში იყვნენ უფრო პროფესიულ თემებზე, ოღონდ აღმოვაჩინე, რომ რა ვიცი, 5 წინადადების მერე გადადის პირადში. ანუ ადამიანი იწყებს, რომ სამსახურში პრობლემები აქვს და უცებ სამ წინადადებაში აღმოჩნდებით, რომ მეუღლესთან რაღაცა უთანხმოება აქვს. მე ამისთვის მომზადებული არა ვარ, ფსიქოლოგი არა ვარ, პირად კოუჩინგში არა ვარ, ისა. აღმოვაჩინე ნინო 3 თუ 4 სესია ჩავატარე და ერთი თვე მე მგონი მე ავად ვიყავდი. ესეთ შეგრძნება მქონდა, რომ ავადა ვარ, ძალები გამომეცალა, იმიტომ რომ აი გამოვიდოდი და გამახსენდებოდა შენ რაც მითხარი და იმაზე ვდარდობდი. მე ეს ფიქრი მომიყვანდა აი იმან რაც მითხრა და იმას ვდარდობდი და მაგაზე ჩვენ ძალიან გარკვევით გვითხრეს, რომ შენ უნდა შეგეძლოს, რომ სესია დამთავრდა, წავიდა ის სტრესი წაიღო პაციენტმა თუ დამკვეთმა თავისთან ერთად. ანუ ეს იზოლირება, აი როგორც ექიმს. უნდა შეეძლოს, რომ შენ რო გამოხვედი ოთახიდან შენი ავადობები, შენი დიაგნოზები, რაღაცები უნდა გაგატანოს. ასე ვთქვათ, ეს არ ნიშნავს, რომ ის არის უპასუხისმგებლო, არ ნიშნავს, რომ არ ედარდები, ის ამბობს, რომ მე ცოცხალი უნდა ვიყო, რომ ვინმეს დავეხმარო. და მე უნდა ვიყო ჯანმრთელად. ზუსტად ამაზე გვაქვს ლაპარაკი, რომ შენი სტრესის შეგრძნებები თუ არის ძალიან მაღალი, არსებობს ეგეთი ხალხი, რომელიც ძალიან ისტრესება. ჩვენ ვამბობთ, რომ სტრესულ სამსახურში არ უნდა იყოს, იმას რაღაცნაირი სხვანაირი გარემო ჭირდება და გაფრთხილება. მაგრამ თუ ამბიცია გაწუხებს და სულ უფრო მაღალ მწვერვალებს ეტოლები, მაშინ ყველა ვარიანტში სტრესი იქნება, იმიტომ რომ იმ ახალ საფეხურზე შენ არასაკმარისად მომზადებული ხარ, ახალ საფეხურზე არასაკმარისად კომპეტენტური ხარ. მერე ეს თვითშეფასების ამბებია, მერე თვითკრიტიკა, ერთ-ერთი მთავარი წყარო სტრესის არის self-talk, ანუ შენ თავთან საუბარი, ეს რა ქენი, ეს რა იყო, ეს რით ვერ დაიმახსოვრე და რავი, არის სტატისტიკა, რომ 1000-ობით 1000 სიტყვას ეუბნები დღეში შენ თავს და ეხლა წარმოიდგინე ერთ წუთით ესე ცხოვრება რომ გქონდეს, რომ ვიღაცა დაყვებოდეს კეისარს, რომ დაყვებოდნენ ეგრე და ურში გეუბნებოდეს, რას გავხარ, ეს რა ქენი, ეს რა გააკეთე, ეს რა უბედურება, რა ვიცი, ვერავინ ვერ იცოცხლებს ეგეთ გარემოში და ჯანმრთელად ვერავინ ვერ იქნება და შიგნით ყავს აი ეს inner critic, შინაგანი კრიტიკოსი არის ზუსტად ეგ ტიპი, რომელიც იმის მოსაწონს ვერაფერს ვერ გააკეთებ. რავი, ბავშვს თუ კარგად დაუთმე, ყურადღება საჩივარი იქნება სამსახურს დააკელი, სამსახურს თუ კარგად დაუთმე, ყურადღება აგერ საღამო ხანს ჩაწერები გაქვს, ბავშვს დააკელი, მაგის მოსაწონი ნინო ვერასდროს ვერ იარსებებს, ხო? და ესეც არის ტოქსიკური სტრესის მაგალითი, რომ შენ ფაქტობრივად გასაქანს არ აძლევ შენ თავს, რომ რაღაცნაირად იყო გარემოს ადეკვატური და იმ ხალხს რო კითხო ხანდახან არის, რომ მიხვალ და ვაიმე დედა როგორ გაგაწვალე და დედა გეტყვის, რომ არაფერიც არ გამოწვალე. დამთავრდა საკითხი რა, მაგრამ შენ twin-ში აი ეს თვითკრიტიკოსი მოკლედ რაღაცეებს ქსოვს და ხლარდავს.